საცერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 37. X ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის კოორდინატი დროის განმავლობაში იცვლება შემდეგი კანონით, რომ x უდრის a სინუს ომეგა t პლუს b კოსინუს ომეგა t და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ რა კანონით იცვლება დროის განმავლობაში ნივთიერი წერტილის სიჩქარის vx გეგმილი. კარგი, ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემული გვაქვს კოორდინატის დროის დამოკიდებულება, რომელსაც აქვს შემდეგი სახე a სინუს omega t plus b cosinus omega t და ჩვენი მიზანი არის განსაზღვროთ vx გეგმილის დამოკიდებულება დროზე როგორი ხასსახე აქვს. კარგით, გამომდინარე იქიდან რომ სიჩქარე განმარტებით, სიჩქარის x ბგენელი ამ შემთხვევაში განმარტება როგორც კოორდინატის წარმოებული დროით dx dt. ჩვენის გადარჩენია რომ x-ის დროზე დამოკიდებულების სახე ვიცით და ამ გამოსახულების გაწარმოებით მივიღებთ სიჩქარის x დამოკიდებულებას. შესაბამისად ეს ტოლი იქნება ddt წარმოებული დროით x-ით, x-ის x-ი როგორც ხედავთ, შემდეგი ჩავსვათ x-ის მაგივრად რა გვექნება, ესე იგი a სინუს omega t plus b cosinus omega t და გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ ჯამის წარმოებულთა ჯამის ტოლია, ესე იგი გვექნება ddt a სინუს omega t-ს ცალკე გავაწარმოებთ, დამატებული ამას ddt b cosinus omega t. ეს ტოლია. ეხლა a მუდმივი არის და შეგვიძლია გაწარმოების ნიშნის გარეთ გავიტანოთ, შესაბამისად გარეთ გვექნება a დავწეროთ, არ დავიზაროთ, რა გვექნება a ddt სინუს omega t-ს პლუს b-ს გავაგარეთ. გაწარმოების ნიშნის გარეთ გვექნება b ddt კოსინუს omega t. ეს ტოლი იქნება a ჯერ სინუს omega t-ს წარმოებული არის კოსინუს omega t. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ სინუს omega t წარმოადგენს რთულ ფუნქციას omega t წრფივი ფუნქციის მიმართ, ან სხვა სიტყვებით, ორი ფუნქციის კომპოზიცია გვიწერია, ერთი თვითონ სინუსიანი ფუნქცია და მასში არგუმენტში კიდე გვიწერია წრფივი ფუნქცია omega t-ს სახით. ამიტომ თუ გამოვიყენებთ რთული ფუნქციის გაწარმოების წესს, ჯერ სინუს omega t გარეთა ფუნქცია უნდა გავაწარმოოთ და აგერ გავაწარმოოთ კოსინუს omega t არის, ეს კიდე უნდა გამრავლდეს, ჩემი კალამი მართო დაურია, წარმოებულზე omega t-ი. ანალოგიურად მეორე შემთხვევაში b ჯერ კოსინუს omega t-ს წარმოებული არის მინუს სინუს omega t, ამიტომ ახს პლუსი მინუსი გავითვალისწინოთ, მინუს სინუს omega t გვექნება. და ეს კიდე გამრავლდება წარმოებულზე omega t-ი. ეს ტოლია a ჯერ. ეხლა აქაც omega მუდმივი არის და ნიშნის გარეთ გავა და მოდი აქვე დავწეროთ, გავიტანოთ omega კოსინუს omega t გვექნება და წარმოებული t-ი, შიგნით გასაწარმოებელი t გადავრჩა, ეს წარმოებული დროით t-ი ერთის ტოლია, ანუ ის ერთზე მრავლდება და შეგვიძლია არც დავწეროთ. ანალოგიურად გამოაკლდება b ჯერ ddt omega t omega წინ გადმოვა და b omega გვექნება, სინუს omega t გამრავლდება t-ს წარმოებულზე დროით, ეგეც ერთი არის და ესე შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ. ანუ საბოლოოდ რა გამოგივიდა, რომ სიჩქარე დროის მიხედვით სიჩქარის x ბგენელი vx-ი თურმე იცვლება შემდეგი კანონით. ეს უდრის a omega cosinus omega t-ს minus b omega sinus omega t. t გამოგვჩენია, მაგრამ არ უშავს. ასე ბატონო ჩემო.